ანასტასია, ჯოდო ქარი რო უნდა გავხდე, იცი? ჯოდო უკვე ხარ, ქარი გაგლია. შეხედე რეებს შეუბნება ბავშვს. შეკიდა რა ჯოდოქრობა აიტეხე ვერ გავიგე. აუ ეს ციგნები ხომ იყიდე? ოზის ჯოდო ქარი და რო წავიკითხე სამივე მინდა რომ მე ჯოდო ქარი ვიყო. უი, წაიკითხე უკვე ესენი. ქარჩხალის გამომცემლობამ გამოუშვა. ოზის ჯოდო ქარი ხო, შემდეგი ნაწილებიც იქნებოდა გიყიდი მე მაგასაც. აუ თეკლას ბებია რო აკეთებდა იცი ჯოდოებს? ერთხელ კარადაში უპოვეთ თოჯინები და თავშქნა ჭარჭობილი კინძის თავები. მაგრამ თან ტუალეტის ქაღალდში ქონდა ეგენი გახვეული და მაგას ვერ მივხვდით რატო. ტუალეტის ქაღალდში? დედა მართალმა ხوار გავუკეთე და რამე ჯადო ომარიკოს. სულ არეული რო აქვს ბავშვს კუთვნაწლავი. ეგ ჯადოს კი არა ბუფეტის მაკარონინი ხაჭაპურის დამსახურება. თი ჯადო რო გავუკეთე ჩვენი ბუფეტის გამყიდველს. იქნებ მე მაინც ჩადოს ყველი ხაჭაპურში. აი მე გაჩერდი ახლა არ გიდათ წყევლები და რაღაცები გეყვეწებით რა. ნუნუს ხო უყურებთ. რო წყევლი და მის დღემში ვიღაცას მაგით ვარ დარჩენილი კაცო ძალით ირკმები. მაგას წყევლის გამო კი არ აქვს ძალით ირკმელი. ამოიჭრა და გაყიდა. მაგით აქვს 60-ხიანი ბინა. შენ რა იცი ეგ? მეგონა მარტო მე ვიცოდი. მე წავედი უნდა ვისწავლო უშელოცვები და ჯადოქრობა. ჩემოთახში ვიქნები. ომარიკოსთან ერთად ინგა, რო არ მომხდო თვალში. რა ვიცი გოგო, ეს ციგნები ხო ვუყიდი ამას, ეს ოზის ჯადოქარი ქარჩხალის გამომწვევების საიტზე. ხო და შეიკეტა ხა თავის ოთახში ჯადოქრობს რაღაცებს. თი წვენი არ გინდათ? გამარჯობელია დეიდა. მე გავაკეთე ეს წვენი და გასინჯოთ ორივე. მაჩვენე აბა. და რა უცხო გემოა, ხო კაია. როგორ გააკეთე ეს? როგორ და ვაშლის წვენი, ცოტა ცივი ჩაი, შამპუნი, იოდი და გახეხილი საპონი. ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ სახში შედარდება არჩევნები. ვითომ. აი ეგ გასაგებია, მაგრამ ვირას ვაკეთებთ არჩევნებიდოა. მოკლედ ინგა იქნება დამკვირვებელი. თან მართლა დარეგისტრირდა დამკვირვებლად და რეპეტიციას გაივლის. დანარჩენები იქნებით ამომრჩევლები და ზოგი იქნება გამყალბებელი, რომ ინგა ამოიცნოს. დედა როგორ ნერვიულობ. არ გავხსნათ უბანი? კი რა თქმა უნდა უბანი გაიხსნება. კარი საკეთი გაიჭედა ისე რომ მარიკო ასწორებს. კარები გავაღე, მაგრამ სადარბაზოში ლიადეიდა დგას და ხელში კარტოფილები და ხახვები უჭირავს. მაგასაც თავის ფუნქცია აქვს. კაი გავედით ახლა სულ და შემოვდივართ უბანზე. ომარიკო შენ გამოგიშვეს პირველი. მირადობა. მანდებს ბიულეტინები. ხო აგიხსნას გამოიარე აქეთ ახლა. ეს რა არის? მომეცი აქ. ეს არის ბიულეტინი? შაქის ანალიზის პასუხებია ეს. დაკავეთ ახლა სასწრაფოდ უბანი. ინგა რა საკეთებ? ასე არ უნდა ეჭხუბო მომრჩეველს, ტირილით გამოვიდა ბავშვი. იტიროს. არჩევნებს არ გავაყალბებინებ არავის. შემოვიდა შემდეგი ამომრჩეველი. აჰა. თიკო. მარკირება გაიარა. პირადობა. რა სურათია გოგო ეს? მეორე ამომრჩეველი შემოვიდა. აუ რა მყრალი მარკირების სითხეა. წნილი წვენი გადამასხეს ხელებზე. ბიულეტინს აქვაგდებთ ხო? ფერსად ვერაფერს ვერ ჩააგდებ. რა არის ეგ? აი ეგ ორი წალი რა არის? აუ ძალიან დიდი პოტეში ინგა დეიდა. მომისყიდე სანამ აქ შემოვიდოდი. აი ამით. მე ვიცი ვინც მოგისყიდა, შენ დატოვეთ უბანის ასწრაფოდ. გოგონა შენ რას აკეთებ მანდ? რა გნებავთ ხალბატონო? რასაც მინდა იმას გავაკეთებ. რაც კი რასაც გინდა იმას გააკეთებ. საარჩევნო კაბინაში ფოტო ვიდეო გადაღება აკრძალულია. დავწერე ხლა ეს აქტივას. მე მგონი ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. კარგი დამკვირვებლის წყალობით ვერაფერი ვერ გავაყალბეთ. ამიტომაც არო რაც მე დარეგისტრირდება დამკვირვებლად უკეთესია. რა თქმა უნდა. მოდი 26 ოქტომბერს არჩევნებზე. ამას ეკარგს რას იზავ. ვისაც გავაყალბებინებ, იქ არავის. ომარიკო მიდი ერთხელ შკიტრი დაიჭირე და მეორეში ლიმონადი. აი ეგრე კაია. აი მე ძალიან კაი ქორწილია, მაგრამ რა გინდა ეს მუსიკოსები არიან უარგისები. რა ვიცი მივედი მეთქი მუსიკა შევუკვეთავ თქო. პულსაც ვაძლევდი. ვერ დავუკრავთ ქალბატონო. ინგა სამლარსაც დებდი და ვინ დაუკრავდა? რა ვიცი სამლარად მცხეთამდე ჩამომიყვანა, აგერ გდანიდან ტაქსიმდა. ამათ მუსიკა უნდა დაეკრათ. რა სამლარად? სამი კი არა 23 უნდა მიგეცა. ხო გითხარით რომ ეს ტაქსისტი ჩვენ გვაგინებს მეთქი რომ არ დამიჯერით. ინგა წამოდი რა ვიცეკოთ ისე მიყვარს. წამო. ვაიმე ბარა ლალიკო გაერთე მიდი შენ უჩემოთ. ხო. ამ დახეთქილი ფუსტებით და რა უნდა იწოყოს გამაგებინა. აუ წამო რა ინგა ვიცეკოთ, კინტაურია ჩართული. მიდი.
შევწყვი ჩემი სიკუთილი და გააღემითი კანები. ინგა ასეთ რატო მოხვედით რა მოხდა? ჯანდაბა მოხდა. რა ვიცი ვიკინტაური ჩაირთო გოგო და იქ ატეხეს მე გოგოებმა აბა ინგავჭი ქაუნდა აიღო ედაკიდანო და რა ვიცი მეც რო ავყები გადავიხარე და ფრიძორო დაიძახა ამ შარვალმა გამომებთუნა ყველაფერი ძალიან ჩახეულია უყურე. აი მე კორწილის ვიდეოში არ ჩამისვანე კადრი. არ ჩასვავენ ნუ გეშენია მით და გამოგივლი მერე. ანასტასიევიჩი უხარ გადაგიღია. ბაჭვი მე. დაიმხეს სახლი ამ ბავშვებმა თავზე რა. ომარიკო მოდი აქ. მაგათ არ უყარ ხოლმე სახში ეგრე იქცევით. კი ზოგჯერ. ვასოსტარო ვარცხმე ბალიშები ჩხუბობთ მაგის ოთახში. აუ ლიზიე გარაიღო. ყურე და. გინდა გილაპარაკი ამასთან ეხლა და გინდა არა. კაი ბავშვები არიან განები თავი დაგჭირს. ვასო გაუში მაგ ლეპტოპს ხელი. შეზეძვირია ეგ. ინგადი დაუკაცრავა წყალი მინდა. წყალი ვონკაში მოდის. კარგით. რატო ვიხეში ბავშვს? მითი ხა გაგავი სამზარეულოში და დაღლივინე წყალი. რა სამზარეულოში გავყურეთ გავიგები. იმდენი ხანია კარია რომ ჩემს გაგათეციან სად რა მიდევს სახლში. ამადიკო გადადე ეგზელატოში და დამალობანა ვითამაშოთ რა. დაი მე დამალობანას ნუ ითამაშებთ რა. რატო ინგა ითამაშონ დამალვის დროს მაინც იქნებიან ჩუმად. წინაზე რო ითამაშეთ აუხტია ომარიკოს დივანი, ჩასულა ლიზის შიგნით და რო დააპარეს თავზე, რა ვიცი გაიჭედა ის მექანიზმი და ძლივს ამოვიყვანეთ ბავშვი, ლამის გაგბეგუდა შიგნით. ყველა გადი შენს მეტი. ვასო შენი ხუჭები. იქ დაიხუჭე ჩემი დის ოთახში. ჩემ ოთახში ვინმე შეხვალ, ცოცხალი ვეღარ გამოხვალ იქიდან. სამზარეულოში დაიხუჭე ვასო. მოვედი ანასტასია, წავიდნენ ბავშვები. აი მე რა სიწნარეა. რა მეთქე რომ გამოვედი წაღნ უკვე წასულები იყვნენ. ომარიკოც არ არის სახში. აუ რაღაც სანსეში ფილმი ჩავთე. ხმები მესმის მე მგონი უკვე დიდა. კი დავამთავრებ ამ წიგნს ამ საღამოს. რა ბაიმე ომარიკო, როდის ჩახვედი მანდ? ამ მაყვანე გოგო ბავშვი დიმაშია ჩარჩენილი. სიკუდილი ჩავხედე თვალებში და უპედურებაა ეს. დედა, რა მოგივიდა გოგო? ბაიმე სუტალახიანი გაგშარვალი, ახალი შარვალი ეგა, კაი სტილია. რა ვიცი მე ვტინტელია. ცოტა ლაპარაკებოდ გოგო სამსონიძეს, რომ დავემშვიდობე და შემოვტრიალდი, ფეხქვეშ რომ მიწა გამოგეცდება, ჩავარდი ორმოში. როდის ამოთხარა ის ორმო და ვინ ამოთხარა არ ვიცი. ეგ 2-3 დღის წინ ხო ამოთხარის გზაა გასასწორებელიო და ეგ შენ გაასწორე და მეორე გენი გაასწორებენ, კაი რა. ბეკ რა ლებანიძეებს ბავშვს ჩავარდათ კალიას კით შიგნით, ხო? მე ხო დადიან საარჩევნო და პოლიტიკოსები კაცო უთხრათ აგენ რომ ინგრეულია ყველაფერი და პირობები არ აქვს. კაი რა თინგო რა, ეგენი სულ ერთმანეთს ლანძღავენ მის დღემში კაცო. მე კარგი ვარ, ის ცუდია, მე ანგელოზი ვარ, ის შმაკია და მე რა შემადგება ეგა კაცო. მაგრამ გეკითხები. დადიან გარდაკარდა, ჩემთანაც ხო იყვნენ ამოსულები. ლამარას დავკაკუნეს კარებზე, გასაუბრება გვინდაო და მე უთხარი გარდაიცვალა ეგ კალითქო. ქალი კლინიკამდე ვერ მიდიოდა და წამალს ვერ ყიდულობდა მეთქი და შენ წარმომგვიდე ჩაიქნიეს ხელი. რა მნიშვნელობა აქვს ახლა დარესულები ადრეს აძლევდნენ ხმას არჩევნებზე და მეგარი ალბათ მაგათთვის მთავარი. ერთი გადავაწყდე რომელიმეს რა. იმაზე კი არ ამილაპარაკობს. უმუშევრობა როა გამეფებული. წამალს ვერ იყით, საჭმელს ვერ იყით. ეს ამდენი ხალხი გარბის საზღვარ გარეთ, ჩემი ორივე შვილი წავიდა. ერთი იტალიაში, მეორე პოლონეთში. ეს ნორმაა? ხო და ერთმანეთის ლანძღვით კაცო ხალხს არაფერი უკეთდება. მეტად უნდა იყვნენ მობილიზებულები ამ ხალხსა და მაგის საჭიროებებზე. ოქრო ვერცხლი არავის არ უნდა კაცო, მაგრამ ღამეს რო ვათერებ და 700 ლარი მაქვს ხელფასი. მაგით ვარ ჩინო ოჯახი. თანში როგორი პუტკუნა და ესეთი შვილები ყავს, როგორ მიყვანა, ნიუანე და მარიამი. გიორგი და ელენე გოგო. ხო, ძალიან მიყვარნან. და ჩემი შვილები უმაღლის და მაგისაც რო დამთავრებულები 800 ლარიან სამსახურში არა იყვანეს არცად. აბა და რა შვილები ყავს მე შენ? ჩემი შვილები მიყვარნან ზურა და კრისტინე. დაჩი და ნინი. ხო, ძალიან მიყვარნან. ბავშვებო, შემოდით ახლა მალე დიდხანს ვიყვირო? შეხედი როგორ მოიზლაზნება რა. დაცხედით სულ ყველა. დღეს განვლილ მასალას გავიხსენებთ. მას განვლილი თუ განავლილი? განვლილი. განავლილი თქვენკენ მოიკითხეთ. აბა ვინ გამახსენებს არსებითი სახელის ბრუნვებს, რო ვისწავლეთ 7 ბრუნვა. აბა იქნება მოვაბრუნო ეხლა ესეთი ორიანები ჟურნალში, რომ თელი წელი ვეღარ გამოასწოროთ. მას მე ვიცი 7-ვე. პირამიდები, ბაბილონის დაკიდული ფაღები, ალექსანდრიის შუქურა, 7 ბრუნვა გოგო, 7 საოცრება მეთქი ეკითხარით? ალექსანდრიის შუქურა. ჩამაშუქურა ერთ შენთვის გავიგებდე რა ხდება. მას მე მახსოვს. პირველი იყო სახელობითი, მერე მეტი აღარ მახსოვს მას.
ოხ, კაი, პირველი ბრუნვა სახელობითი. მეორე მოთხრობითი, ხო? გასწავლეთ, აბა გაიხსენეთ შარშან მოთხრობითი, ანუ ამით ერთი ადამიანი მეორის რაღაცას უთხრავს, ხო? მას უთხრავს, სწორია? დიახ, სწორია. უთხრავს ის მას. მას მე მგონი არასწორი, არასოდეს გამიგია ეგეთი სიტყვა. სწორია, შვილო, სწორი. უთხრავს ის მას, მოგითხარი მე შენის. ომარიკო, ჩასვება მიდი ახლა ეს სიტყვა წინადადებაში. თხა ძროხას ამბავს უთხრავს. ფანტაზია ვერ დაგიხვეწა ვერც წილს, ხო? მითხარი ახლა მანდიდან ზნა რომელია? ზმნა. ძროხა. თხარა შვება, ბიჭო. კარგით ნათია მასწავლებელო მოვალ დღესვე. კი ბატონო. რა მოხდა ნეტარ. ომარიკოს დამრიგებელმა დამიტეკა. გამოცხადეთ სასწრაფო სკოლაში, თქვენ მაშინა გაკვეთილზე კიკინი დაიწყო. ვერაფერი ვერ გავიგე რა მოხდა. ხელოვნების დავალება გავაკეთოთ რა. რა გაქვს? დასახატი თუ არა, მე მაგის ნერვები არა მაქვს ახლა. რა გაქვს ომარიკო, მე დაგეხმარებიო თუ გინდა. ისე მიყვარდა ბავშვობაში ხელოვნება ვხატავდე კიდეც. რაც შემიქმარი წითლად შეიღება იმის მერე საღებავიც მესიცხება და წითლი ფერიც. აი ეგ მაგ გასაკეთებელი ამ მოდელის მიხედვით. ჯერ ეს გაკვეთილი უნდა წაიკითხო და მე უკეთესად გაიგო. ამას მე შეგეჭამ ცოტას. და ისე კარგად გაუგეთ თქვენ, ლია დაგიტოვებ ცოტა ხანი ომარიკოს საკითხებზე ჩავირმენ უცბად. კი არ არის პრობლემა. ომარიკო ზალატოს შემთხვევაც მოიტანე და ვახრამუნოთ. მოკლედ წავედი მე და მიხედეთ საქმეს, ხო? ვიმედია ჩემი შვილიც არ შეიღებება ეხლა წითლად. ცოტად გამომევიდა ეხლა. ჩვენმა ხელოვნების მასწავლებელმა იცი რა გითხრა? სილამაზე ყველაფერშია, მაგრამ კლასში 26 ბავშვი ხეთხართ და ყველა სილამაზის დეფიციტი გაქვთ. ძალიან საყვარელი ქალია. იცი შენ რო ჩემი ხელოვნების მასწავლებელი სხეულით ხატავდა, ტანზე იცვამდა ხოლმე საღებავებს და მე წილოზე გორაობდა ხოლმე. მაგის გამო სკოლიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მე მილიონერი გახდა. მოვედი, ომარიკო წავიდა ლია დეიდა, გააკეთეთ დავალება. კი, დამახატინე, შეხედე რა ლამაზია. მაჩვენე აბა ერთი რა დახატე. რა არის ომარიკო ეს, რკო უნდა დაგეხატათ? მაჩვენე ერთ გაკვეთილი სათაური რა არის. როკოკო. შოპინგი იწყება, მაგრამ ჯერ უნდა შევჭამო. ღმერთი სულ დამოვიწყდა ისთვის შემოვიდი, მე მგონი რომ ყველაფერს ვიყიდი. 250 ლარად ყველაფერს ვერ იყიდი. ფეხსაც ვერ მიყიდო და შარვალი. ნუ კამარის თუფული დაგჭა. კამარი არ ჩენ გაწყიდა, მე რამდენი 7 days ჭამ. აუ შოკოლადის არის, ხო ძალიან მიყვარს მეც. პირველი რა გინდა? არ ნამციცდებათ, აბა შენ ერთ პახლავით ხვარვილი მაღაზიებში. წამოი მაღაზიაში შევიდეთ. რომელზე მეუბნიო? აი კონსულტანტების რო 15 წელს ჯასტინ ბიბერი ვითა აქტმები. გამარჯობა, დახმარება ხარ გჭირდებათ? არა, მადლობა. ტეკლეკ ბანძი შარვალი არ იყიდო ეხლა. არა, ბანძი არ არის. ბიჭები წვდელობენ ხოლმე და გოგოები. ცოტა შორი ჯასტინ ბიბერს ეცვა ესეთი ახლახანს. ხო, როგორი დამხვევა. თეკ მე მგონი ჯასტინ ბიბერის ხათრით უნდა იყიდო ეგ შარვალი. რა? აუ, ძალიან დიდი პოტიში, მაგრამ თქვენი ხათრით ნამდვილად ვერ ვიყიდი ამ შარვალს. ჩემი ხათრით? ვერ მივხვდი? არა, ხუმრობს, ესეთი იუმორი აქვს უბრალოდ. თეკლე წინა მაღაზიაში შედი ახლა. დომელში. აი, რენი რა ტარგარიანი რო კონსულტანტად. გამარჯობა, დახმარება თუ დაგჭირდეთ, მითხარით, კარგით? დიახ, მაიკვი. ნაიჯოთ მაზის ტეკლა. გამოდი ბიჭების სექცია. მოგვიტევით. მე მგონი კაი რაღაცები აგარჩევინე, ხო, ძალიან მოგიხდა. კი, ძალიან ყოფილები ვართ, მადლობა. და ეს 7 days-ში ჩემგან საჩუქრად როგორც 7 სამეფოს კანონი ერთ დედოფალს. შენ მოგიკუთეს და რა დღეს ჩავარდა ბავშვამ წინა სასკოლეთ. გუშინდან მაყურძენ მააწყვინა. აუ, ნუ პანიკიურობ რა, კუჭია ქაშლილი უბრალოდ გეგონება პირველად დაემართა. და როგორი ბავშვია, არ ნერვიულობს დედამო ალბათ და კი არ მეუბნებოდა, ვერ თვითონ მივხვდი მე. როგორ მივხვდი? ეხლა დედობრივი ინსტინქტი არ მითხრა რომ საყრდან წავალ. როგორ მივხვდი და დილით რო გამოვიდა ტუალეტიდან მე შევედი და კი ქონდა ჩარეცხილი და ის ყველაფერი, მაგრამ სულ წუთნეს ჩენჩოები ტიპტიპებდა წყალზე. შერლოკ ჰოლმსი ხარ იმენა. აი კუჭაშილიც მოდის. რა უგიბუყბუყებს მუცელი? აუ დამანებე თავი და რამე წამალი რომ დამანებინო არ შეიძლება მოსარჩენი.
ხო და გალევინე კაცო წამალი იყო ის, დაწექიმით და კარტოფილს გიხარშავე ახლა. აუ ცუდად რო ვარ დღეს საღამოს ვერ გავალ გარეთ ბავშვებთან. კი რატო არა შეგიძლია რომ გახვიდოთ მაქსიმუმ ჭადრაკი ითამაშო. ფეხბურთს დამალობანაზე დაჭერობანა ძალიან ცუდი შედეგები მოყვება. დაწექიმით შენ და გაგივლის მალე. კაცო მე იმას ვფიქრობ ამ ყურძენმა რანაირად აწყინა, მეც ვჭამე, შენც ჭამე და ლიაც აქ არისო. მე რა ვიცი გემრიელი ყურძენი კი იყო და თუ შეგვხვდეს იყიდე კიდე. გირეკავი. ვის გავახსენდი? პასუხს დედა. ხო მავრა. რა ვიცი გოგო შე როგორ ახარ? მარიკოს ხელში ნახშირი როგორ არ მექნება გოგო? ჩამოგაწოდო? კუჭი აქ აშლილი? რა შაურმები ჭამეს გოგო? ჩემაც? ჩემაიკის რა? გოგო ესეც ასია მე ყურძენს ვაბრალებდით, ესე იგი მოსაკლავი მყავს ეს. ინგა დიდ ყურძნის ჩენჩოებთან ერთად პამინდორი და სალატის ფურცელი არ ტივტივებდა იმ წყალში. ეს ქუდი მიყიდე რა ძალიან მომწონს. გაჩერდი ახლა არ არის მაგის დრო. გამარჯობათ, ჯინსი მინდა ბავშვისთვის, მოდელები რომ აჩვენოთ და ფერები თუ შეიძლება. მოდი შემოგარგო, ჯინსების მეტი რა მაქვს. აგერ 1 2 3 არჩიეთ. მარიკო განები ამათ თავი წაუსახაჭაპურიანი ხელები. მიყავს გავივლით ჩვენ მადლობა. რატო ქალბატონო რა არ მოგიწონათ? ფასია მიუღებელი. კი მაგრამ ფასი არც მი კარგი ერთი ჩენი ჭირი მე რა. ამოიც საათია დავჯვარ და არაფერი გვიყიდია. წამოაი აქ შედი, მანეკენს რომ მოკლე კაბა აცვია. გამარჯობათ. მოდი ბიჭო, დაათვალიერე თუ მოგწონს რამე. დედა რა კაი რაღაცებია. აი მე ეს მოდელი რა ღირს? იგასი დაიკუმარე შენ 90-ში წაიღე. დაიკო თორეებს ერთხელ გადაყოლილი ჩემზე. რა საკეთებო მარიკო? არაფერი მანეკენს უყურებდი. ეგ ავიღოთ მომწონს. მიდი აბა გაისინჯე. ეს არა მარჯვენა მომეცი, მარცხენაზე გახეულინას კი მაცვია. და 2-3 წელი წინდაც მინდა თუ შეიძლება. აგურა შეიძლება დაიკო აგერარი 5-ლარიანი, 3-ლარიანი, 2-ლარიანი. აი ეს 2-ლარიანები მე მგონი რომ საუკეთესოა. აუ რა 2-ლარიანი? ეგეთი რომ აცვია, იმიტომ აგახეული. კაი ხო უფრო ხარისხიანებს ავიღებ. 3-ლარიანები მომეცით 3 წუთი. მე მგონი კაია, ეს აბა შეხედი. წინ ნახე თითი, სადამდე გაქვს წასული. ო, კაია. მოკლედ ავიღებთ ამას. 90 მითხარით ხო ფასი? თქვენ განვადება არ გაქვთ ხო? არა დაიკო რა განვადება 80 მომეცი თუ ეგრეა საქმე. რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა, აი, ინებეთ. მანახებაო მარიკო ეგ შარვალი როგორ კარგად არის? კარგად, მაგ გძელია ცოტა, მაგრამ არა უშავს. თან ყველაზე იაფიანია რაც ნახეთ. რა იაფიო მარიკო 70 ლარი იაფია. არა უშავს გავიჭიროთ და ვიყიდით როგორმე. თქვენ განვადება არ გაქვთ ხო? დი, ცხენი რო ვიყიდოთ და მაგითიო რო სკოლაში არ შეიძლება? ან კვადროციკლი. დაიწყო დილიდან აზრების ფრქვევა. ჭამი რეგზელატოში და არ ილაპარაკო. ლაპარაკს უშლი გოგო ბავშვს. აბა რა ცხენი და კვადროციკლი. მაგაში გეთანხმები ვერ არის ეს. მაგრამ რა იცოდეთ ჩემ ბავშვობაში კომოდი ჩუბინიძეს დაყავდა ხოლმე თავიშვილი ცხენით სკოლაში. ჭირხვინი რო გვესმოდა, ესე იგი კომოდიძია მოდიოდა. ახალგაზრდა კი გარდაიცვალა საწყალი. დერითი გარდაიცვალა. ცხენმა გადმოარტყა. ჩემი კლასელი რო ხო იცი მდიდარი. დედამისს უძქავს მამამისისთვის რომ ერთი ცხენი ვიყიდოთ სოფლისთვის, რომ მაგათ სახლიც ხო აქვთ იქ. მამამის კიდე აერია და ის მანქანა უყიდა. ცხენიც როგორ აქვს? მუსტანგი. აქ რა მოსატანია და რაღა მამა თქვენი. კარაქს რო აბარებდი, მარგარინი ამოქონდა ხოლმე. ლარიან მარგარინზე ხართ გაზრდილები. ლარიან მარგარინზე? მაგით ახლა ვიკითხოს გაიცა პასუხი. დეროულები როდის უნდა მიყიდო? ჩემა კლასელებმა იყიდეს უკვე. ო, შენ არ ჩამორჩი არავის. გიყიდი ხო, ჯერ ბაზარში უნდა გავიდეთ და მერე გიყიდი რვეულებსაც. აუ, რვეულებზე გამახსენდა. გეხოცები ის თემა დამაწერინე? როგორ გავატარე ზაფხულის აძადეგები. წინასწარ დავწეროთ. მაგ თემას რო დაძერ მაქსიმუმ ის თქვა მთელი ზაფხული ზელატოში ჭამდიო და ბოსოში რო წაიქეცი და სადაც ჩავარდი აღარ ვიტყვი აი ეგ. აუ, ეგ შენ მოუყევი ბავშვებსაც? მეც არა ვთქვი რომ ჩამოვედი ბავშვებმა მითხრეს, ვა, ნეხვიშია ჩამოსულაო. მოდით ახლა ისაუზმეთ გავამზადე ეს ჩაი და გაცივდება. შეხედე კიდე ერთი ცალი ჩაის პირით გაუკეთებია 3 ვიჭიკა. ხო, და ნახე თავისი ყველაზე მუქია და ჩემი ყველაზე ღია. ხო, ჩემი რაღაც გარდამავალი ფერია, ღიასა და მუქ შორის. გამომივიდნენ ახლა ესენი ხელოვნებად წოდნეები. ჯემითაც ხარ მოგიხადოთ ეს კარაქიანი პურები ეგეც მითხარით.
აუ კი მე მინდა. აუ რანაირი გემოაქ ამ კარაქიამ პურს. კარაქია ეს. კარაქია ხო, კარაქი შეჯამეთ. უციგებს მოусმინდა მე დავალაგებ სახლს. არ გაიქცევა არსად. არა ხო შეიძლება რომ ეხლა გააკეთო. მოუხმობ სუსტრაფობას და საქმე არ გადადო საღამომდე. ხო, ვიზამ სუსტრაფობასაც მოუხმობ, გავაკეთებ. სწავლის ფული მაქვს შესატანი მალე. საგნები ასარჩევი და წივილ-კივილი მელოდება. მე მინდა რომ მეცვირჩევდო სკოლაში საგნებს. ბუნება და მათემატიკა რაც მინდა. მოუახლოვდა ის სკოლა და დაეწყო ფორიაკი. მალეკენი შეცვალე ცოტა მიდგომები და უკეთესი იქნება. ტიპი რეებზე წუწუნებს. ნეტა მე სკოლაში დავდიოდი, ხა და არა უნივერსიტეტში. რა კაი იყო ხოლმე ბავშვობაში ტალახში რო თამაშობდით, შენებლობანას. ერთხელ ბავშვებს ეკლა გურგენძია მოვაშენებინე. ისე მალე გარბიან წლები. ნეტა მე სტუდენტი ვიყო ეხლა. დავდიოდი უნივერსიტეტში კურსელები მყავდეს. 2001 წელი იყოს, ციოდეს, შუქი არ იყოს, ღვთისმეტრი მეცვას ერთად. მე კიდე იმაზე ვფიქრობ ხოლმე შვილები რომ ეყოლება. ნეტა მე ჩვენად გაუბრაზდებდი ხოლმე შვილებს. როდის გიბრაზდები ბიჭო, თუ ხარ ნორმალური შენ? ხო ნუ ბევრი მოგწონს ახლა ჩვენი თავი და ის რაც გინდა მალეკენი სუსტრაფობას მოუხმე. თორე დაგწდება მე რომ გაიზრდები გული რაღაცეებზე. ხო, მე მაგალითად მოგზაურობის დაწყება მინდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. ვერც თიკომ და ვერც თეკლამ. არა და კი წავიდოდი ესპანეთში. მოგზაური ენასტასია ჩემი თავის მეხუთე ვერსია. მაგას უნდა ფულის მოგროვება, უნდა მოაგროვოთ რაღაცა. შაურმებში რო ხარჯავთ სულ. აბა ჩვენ დროს ესპანეთი კი არ და ჩემს ხომ ვიყავდი ხოლმე ზესტაფონში, იმაზე ვირაოდი ჭკუიდან ისე მიხარავდა ხოლმე. კი ვეღარ ვითმენდი, სანამ ჩავიდოდით ხოლმე ესეთი სუსტრაფი ვიყავი. მე კიდე მინდა რომ ბავშვებმა შტაბი ავაშენოთ ჩვენ გარაჟთან და მე ღამე გავათენოთ ხოლმე იქ. შტაბს მოგცემ მე შენ. მომინდო მე ხუჭაში ღამის გატყინება რა. ისე კარვით მე წავიდოდი სადმე და დავრჩებოდი. ხო. და იმგენი ვილაპარაკეთ, ძილზე ჩაეძინა ამას. ანასტასია გამოფხიზლდი. გაიღვიძე გოგო. ანასტასია, გაიღვიძე გოგო. აუ რა სიზმარი ვნახის. ბავშვებო, წამოდით, ნათია მასწავლებელი ვნახოთ. ნათია მას. ჩემი ბავშვები, როგორ ახათ? საიმე. ეს როგორ დამაბიჭა ფეხი რა იყოთ ბავშვებო. ნათია მასწავლებელო, როგორ ბრძანდებით, ულამაზესად გამოიყურებით. თია უყურე, მე ვარ და ათოსნის მშობელი. გოგო, შენც კი ათოსნის მშობელი ხარ, მაგრამ შენ სხვა კატეგორია ხარ, გეხვეწები რა. ჩემი მშობლები, როგორ ახართ გოგოებო, ჩემი ლამაზები, წეღანაც ვამბობდი მეთქი მე რომ მშობლები მყავს, ნუ რავინ დაიტრაბაყებთ თქო. ლელა ჩემო კარგო, სკოლის ტერიტორიაზე სიგარეტი არ შეიძლება და კი აი ბოლო პასი. გოგოებო, ერთი სიახლე რაც გვაქვს წელს, მათემატიკის მასწავლებელი შეგვეცვალა, მედია პრიზმაზე გვეყოლება დღეიდან ისეთი კარგი პროფესიონალი არის. ძალიან კარგი, მე არც მომწონდა ეგ მასწავლებელი დიდად. გეგას ბოლოს საკონტროლოზე ცხრიანი დაუწერა. ბავშვი ფსიქოლოგებში და სეანსებზე დამეყავდა მთელი ზაფხული. და რა ამბავიათ ეხა მანამ ცხრიანზე ხო გახსოვს. დირექტორმა მაგის გამო დაწერა თურმე ორკვირიანი დეკრეტული, რომ ჩაწყნარდა ეს მერე გამოსულა. კარგით გოგოებო, აღარ შეგაწყენთ თავს და მოგაბეზრებთ. საღამოს გნახავთ, ხო? ლელა ჩემო კარგო. აი ბოლო იყო. და მე არ ჩამაწვა გოგო ეგ სიგარეტი. საწავიდნენ ჩვენი ბავშვები. ომარიკო, მივდივარ, წამოდი. ვის ვლაპარაკები მე? აბა დროებით გოგოებო, უი, ჩვენი დამრიგებლის ფული გვაქვს დასადები რესტორნის. ხო და საღამოს იქონიეთ ეგ და მეთიანად გადავიხდით მერე. დამრიგებელსაც ჩვენი ფულით ვეპატიჟებით. მინ გაუხერხულია, ჩემო კარგო. კარგი ერთ შენი ჯირი მე ვიხუმრე, მაქსიმუმ ერთი კულა დააკლოს ომარიკოს და შვიდიანი დაუწეროს. ინგა შენ უკან დგას ნათია მასწავლებელი და მაგითო გეუბნები, ჩემო კარგო, უხერხულია. ექვსიანს დაუწერს ვითომ. ლელა, მოდი ხარ შენ? კი,